აჭარაბეთში ხშირად გვიწევს ისეთი პროექტების კეთება, რომელიც გულისხმობს გარე ვენდორის ჩართვას და ამ თემაზე მინდა რომ დღეს ვისაუბროთ. დიდი მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმრები ხართ. კომპანია Lambda CEO დავით ნარდაია და აჭარაბეთის lead portfolio manager გიორგი სამხარაძე. მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმრები ხართ. მოდი პირველ რიგში ესე ვიწყოთ ხოლმე ტრადიციულად, ვეცნობით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, ვინ ვართ, რა ვართ, რას ვაკეთებთ. მოდი დავით, თქვენგან დავიწყოთ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო წინადადება იყო ჩვენთვის. როგორც ახსენეთ, მე ვარ დავით ნარდაია, Lambda Gaming-ის CEO და სახელწოდებიდან გამომდინარე მიხდება მაყურებელი და მსმენელი, რომ ჩვენ ვაკეთებთ თამაშებს. ჩვენ ვაკეთებთ თამაშებს კაზინოებისთვის. გვაქვს სხვადასხვა თამაშები, crash თამაშები, slot-ები, P2P თამაშები, ცალკე ხაზი გვაქვს, ეგრეთ წოდებული 8-bit თამაშები. ამიტომ რა ვიცი, საკმაოდ, ახალგაზრდა კომპანია ვართ, სხვებთან შედარებით, თუმცა უკვე დიდი გამოცდილების და ბევრი თამაშის, ასე ვთქვათ, ავტორები ვართ. პრიზების გვაქვს ბევრი, მათ შორის აჭარასთან განმახორციელეთ 2 პროექტი და რა ვიცი. შვენიერი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მე გიორგი ვარ სამხარაძე, კომერციული მიმართულების პორტფოლიო მენეჯერი და ჩემთან თავს იყრის პროექტები, რომელსაც აინიცირებს და იდეებს აგენერირებს კომერციული მიმართულება ჩვენ კომპანიაში. ახლა შევდივართ ნელ-ნელა თემის განხილვაში. პირველი რაც მინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის პროცესი როგორ მიდის. ანუ ჩვენგან მოდის ინიციატივა, როგორც დამკვეთისგან, მე მოძიება ბაზარზე, მოდი მე მგონი გიორგისგან ჯობია რომ ეს დავიწყოთ. კი ბატონო, მოგახსენებთ, კი იდეა იბადება გუნდში, რა თქმა უნდა. ეს იდეა განიხილება სხვადასხვა გუნდებთან ასევე, რამდენად რელევანტური და ესე რომ ვთქვათ, ბენეფიტების მომტანი იქნება. და შემდეგ კონკრეტულად ჩვენ მაგალითზე თუ ვისაუბრეთ ეხლა რაზე ვთქვათ შეკრებილები და focus to Flymax-ზე და P2P თამაშებზე ავიღეთ. კი, ამის შემდეგ მოხდა დაიდენტიფიცირდა რაღაცა კონკრეტული ბიზნეს საჭიროებები. ანუ შემდეგ უკვე ვისაუბრეთ სხვადასხვა გუნდებთან შიგნით კომპანიაში და გადაწყდა რომ კარგი იქნებოდა რომ გვეთანამშრომლა და კოლაბორაციისთვის დავკავშირებოდით ვინმე ისეთ კომპანიას, ვინც ჩვენი ბიზნესის მიღწევაში დაგვეხმარებოდა. ესეთი აღმოჩნდა საბედნიეროდ Lambda და შევედით უკვე სხვა პროცესებში უშუალოდ იმპლემენტაციაში. ამაზე მე კიდე გავუსვით. მე ეხლა რა მაინტერესებს თქვენი მხრიდან, ეხლა გიორგი თქვა რომ იბადება დამკვეთში, ასე ვთქვათ, იდეა, ინიციატივა და მე მოდის ეს უკვე კომპანიასთან, რომელმაც ეს და შეასრულოს, ხო, ასე ვთქვათ. პირიქით ხდება ხოლმე, რომ აი, ვთქვათ, Lambda-ში კონკრეტულად დაიბადა რაღაცა გენიალური თამაშის შექმნის იდეა და მოდი ახლა ეს შევქმნათ და მე შევთავაზოთ ეს სხვებს. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ტრადიციული თამაშები, რაც ბაზარზე არის მოთხოვნადი და ბაზრიდან გამომდინარე უკვე თვითონ კომპანია საზღვრავს რა პროდუქტი, რა მიმართულებით უნდა წავიდეს. სანამ მაგალითად Flymax განვახორციელებდით ან იგივე P2P პროექტს აჭარასთან, მანამდეც ჰქონდა ესეთი პროექტები, ამიტომ საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად არ გვავიწყდება, რომ ჩვენ გვინდა რაღაცა ისეთი პროდუქტი ვაკეთოთ, რომელიც სხვას არ გააჩნია, ხო? რომ განსხვავებული ვიყოთ, იმიტომ რომ ბაზარს თუ გადახედავთ და ინდუსტრიას თუ გადახედავთ, ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული game provider-ი არის რა, ანუ საქართველოშიც და საზღვარგარეთ განსაკუთრებით. ამიტომ ყოველთვის გვინდოდა რომ რაღაც გამორჩეულები ყოფილიყავით, ამიტომ ზუსტად ამიტომ შეიქმნა ეს 8-bit თამაშების ხაზი. თქვენი ხელზე. ესეთი თამაში არავის არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ამაზე თავს დავდებთ, რომ აი ესეთი 8-bit თამაშები არავის არ აქვს. და ეს არ არის 1 და 2 თამაში, ცალკე ლაინი გვაქვს ამ თამაშების. თავიდან იყო 3 თამაში, დღეს უკვე მე მგონი 8 თამაშზე ავედით და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ბაზარზე არის მოთხოვნა რაღაც განსხვავებული. ხო. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ნიშა დავიკავოთ და სიახლეები შევთავაზოთ ბაზარს და სხვათა შორის საკმაოდ წარმატებულად, იმიტომ რომ ჩვენი მაგალითად შარშან მალტაზე საუკეთესო თამაშის პრიზი აიღო ჩვენმა ერთ-ერთმა 8-bit თამაშმა. თან ეს ამ პრიზს ანიჭებდა არა რაღაც ჟურის წევრები და ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, ბიუროკრატები, ესე ვიტყოდი, არამედ სტრიმერები, ხო? ანუ სტრიმერები ისხდნენ ვინც უშუალოდ თამაშობს, ვინც უშუალოდ აწვდის მაგალითად აუდიტორიას თავის მოსაზრებას. აი ამ ხალხმა
და ვფიქრობ ამათი აზრი ყველაზე ესე ვთქვათ ღირებული და სანდოა ჩვენ თამაში მიანიჭეს უპირატესობა და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ game provider იყო ამ კონკურსის მონაწილე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. წელსაც ვაპირებთ იგივეს გამეორებას, წელსაც არის მალტაზე იგივე ღონისძიება და ნახოთ რა გამოგვივა. წარმატებები. გიორგი, აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ხა რა მაინტერესებს, იცი, აი დავითმა ახსენა, რომ აკვირდებიან მოთხოვნას და მაგის მიხედვით ხდება ვთქვათ შესაბამისი პროდუქტის მიწოდება, ხო? ჩვენთან როგორ ხდება ეს აი რის მიხედვით წდება მაგალითად რომ მოდი აი ამ მომენტში ვთქვათ აი ახალი crash თამაში გვინდა ან იმ მომენტში რაღაც P2P თამაშების განახლება ბაზრის მოკვლევის ეტაპი რა შეიძლება დიახ მოგახსენე უფრო სტანდარტულად აი დავეთანხმებოდი სტანდარტულად როგორც ხდება არის რომ პროვაიდერები თამაშებს აკეთებენ და შემდეგ აწვდიან ოპერატორებს რა უფრო ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე არის ის პროცესი რაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და რა პროცესშიც ჩვენ შევედით კონკრეტულად რაღაცა ერთი თამაშის გასაკეთებლად რა. ჩვენთვის ამის განმაპირობებელი და ამისი ინიციატორი ესე რომ ვთქვათ იყო პირველ რიგში ის რომ გვინდოდა რომ გქონოდა კონკრეტულად აჭარაბეთთან აფილირებული რაღაცა ბრენდზე მორგებული პროდუქტი, ნიშური პროდუქტი მარკეტზე, კლასიკური crash თამაშის სახით. რომელიც თავის მხრივ რაღაცა ყველა სხვა ოპერატორებსაც რო შეხედო აქვთ და ჩვენც რაღაცა ზოთა ისტორიული ამბავიც არის ეგ, მაგრამ ნუ ჩვენც გქონდა სხვადასხვა მიზეზების გამო მათთან ურთიერთობა ვეღარ გავაგრძელებთ და ნუ უშუალოდ ჩვენ ბრენდზე მორგებული, ჩვენთვის გაკეთებული თამაშის შემუშავება გვინდა და რაშიც ლამდას გუნდი დაგვეხმარა და ესე შეიქმნა Flybox. ესე შეიქმნა Flybox. ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული სახელის მოფიქრება იქნება და თუ რაღაც ესეთი საინტერესო ეტაპია ესეც ალბათ და ორივესთან მექნება ახლა ეს კითხვა თამაშის შექმნა რას გულისხმობს? ეს არ არის მხოლოდ მექანიკა, რომლითაც თამაშმა გამართლოთ უნდა იმუშაოს, ხო? და არ არის მხოლოდ რაღაცა ფუნქციონალების რაღაც ნაკლები, ხო? ეს არის პროდუქტი, რომელიც უნდა იყოს რაღაც მომხიბვლელი, ლამაზი, კარგად შეფუთული, კაი სახელით, კაი მესიჯით, კაი სტორით. ამ ყველაფერს როგორ აკეთებთ? ჩვენ კი ვიცი, მაგრამ ჩვენ სტუდენტებს გავაგებინოთ და ლამდაშიც როგორ ხდება ეს პროცესი, ესეც ძალიან საინტერესოა. მე ვიტყოდი, რომ თითოეული თამაში არის ხელოვნების ნიმუში. იმიტომ რომ თქვენ თუ დააკვირდებით ამ თამაშის კომპონენტებს, არტი არის, საუნდი არის, სტორი არის, ну, უკან რაც უდევს ამ თამაშს, ხო, იგივე მათემატიკა, მექანიკა, ყველაფერი უნაკლო და უბადლოდ უნდა იყოს გაკეთებული, აი შვეიცარიული სათივით უნდა მუშაობდეს თამაში, იმიტომ რომ როდესაც პროდუქტი უკვე მზად არის და როდესაც მისი გამოქვეყნება ხდება, იქ შეცდომის უფლება არ აქვს. ერთი ბაგი და არა, ხო, ანუ ბაგი შეიძლება გაგვყვეს, მაგრამ კრიტიკული ბაგი არ უნდა იყოს და პლუს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის განვითარება მუდმივად ხდება, არ არის, რომ აი შენ გავუშვი თამაში და დაივიწყე და რაღაც თავისით მუშაობს. არა, ამ თამაშს უნდა მუდმივი მოვლა, ბავშვით უნდა უარო, უნდა დააკვირდე, სად არის, რამე პრობლემა ხო არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ თამაში როდესაც მიდის production-ზე, უნდა იყოს 100% მზად, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ესე არ ხდება. რაღაცა კონკრეტული რაღაცები მაინც რჩება. ამიტომ მუდმივ ყურადღებას ითვალისწინებს, მაგრამ თვითონ ამ შექმნის პროცესი არის მე ვიტყოდი, რომ რაღაც გავს აი რაღაც ან ფილმის შექმნას, ან ნახატის შექმნას, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტია, ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ბევრი ადამიანი დევს თავის სულსა და გულს ამ ყველაფერში და ნუ თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, შემდეგ გამოდის კარგი პროდუქტი. აჭარასთან იმიტომ იყო კარგი მუშაობა ამ ხრივ, რომ თვითონაც იცოდნენ რა უნდათ კონკრეტულად. არის შემთხვევები, როდესაც რაღაცა მოდის და გეუბნება თამაში მინდა. რამე კაი თამაში და ხო, რაღაც, ანუ ხდები იდეა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ მე ხორ შეცმაო, ცოტა უფრო რთული პროცესია და აჭარასთან იმიტომ უზარმაზარი გამოსლება აქვს, ხო? რავი, წლების განმავლობაში მე მგონი ყველაზე მეტი გამოსლება აჭარამ დააგროვა, ხო? ამიტომ საინტერესო იყო მუშაობა იმ ხრივ, რომ ზუსტად ვიცოდით რა უნდა გავკეთებინა. ზუსტად ვიცოდით რა პროდუქტი უნდა დაგვედო. ამიტომ ამანაც გარკვეულწილად შეუწყო ხელი იმას, რომ ესეთი კაი პროდუქტი მივიღეთ, როგორც არის Flybox. შვენიერი. ჩვენთან პირველი იყო ის რომ და ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი შენც ხარ, იყო ის რომ და შეგვემუშავებინა და ესე რომ ვთქვათ წარმოგვეშვა იდეა როგორ უნდა ყოფილიყო ჩვენი crash თამაში რა რაღაცა
აპრიორი ვიცოდით რომ რაღაცა კლასიკური crash თამაშის სტანდარტებს არ გავწვდებოდით, თუმცა გვინდოდა რაღაცა ცოტა ახალი, პოზიტიური, მაქსიმალურად სადა, ჰაეროვანი ესეთი თამაშის შექმნა. თავიდანვე, ამ ნაწილში თქვენი გუნდი ჩაერთო სანდრო ჩვენთან ერთად, გულისხმობ კომერციულ გუნდს. თავის აი scratch-დან რო იტყვიან, აი moodboard-დან დაწყებული ბოლო UX ყველა UX ელემენტებით დამთავრებული ჩვენ მხარეს გაკეთდა. ეს ყველაფერი მე უკვე შემდეგ დავითის გუნდთან იქნა განხილული, მინდა აღვნიშნო ასევე რომ დავითის გუნდი იყო ის გუნდი, ვინც ძალიან დაგვეხმარა კონკრეტული UX გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში, ესე რომ ვთქვათ რა, ერთი არის რომ რაღაცა კონკრეტულ რაღაც ერთ კომპონენტს დახატავ, მაგრამ შესაძლებელია რომ ის კომპონენტი ან რაღაც ნოტიფიკაცია პირობითად, რომელიც ადამიანისთვის რელევანტურია რომ უჩვენა, მაგრამ სხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის აბსოლუტურად არ რელევანტური. შესაბამისად, მან ჩვენს რო ვთქვა ხა დიდი გამოცდილება არ გქონდა თქო მოვიტყვები, იმიტომ რომ ამ ფორმით ესეთი მასშტაბის სამუშაო ჩვენ გუნდში, ჩვენ კომპანიაში არ გაწეულა. და შესაბამისად, კი, ესე მივედით იქამდე, რომ ეს კოლაბორაციით დაიხატა ყველა კომპონენტი, ყველა გამოცდილება, რასაც მომხმარებელი იღებს თამაში წინასწარ განისაზღვრა და დავიწყეთ ამისი იმპლემენტაცია რა. აქ ალბათ არ უნდა გამოგჭეს ის, რომ ეს არ იყოს სტანდარტული ეგრეთ წოდებული, რო ვთქვათ, გეიმ ინტეგრაცია რა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თავიდანვე სხვადასხვა დამოკიდებულებების გამო და კომპანიაში არსებული პოლიტიკების გამო გვინდოდა რომ სხვანაირად გაგვეკეთებინა ამ თამაშის ინტეგრაცია, აქ ასევე ძალიან გასათვალისწინებელია რომ სხვა მოდელით დაინტეგრირდა საერთოდ ეს თამაში, გულისხმობ იმას რომ თუ ვთქვათ პირობითად ლამბდა სხვა ოპერატორებს თამაშებს აწვდის თავისი სერვერიდან, ამ შემთხვევაში ყველაფერი დაიხოსდა ესე რომ ვთქვათ ჩვენს ინფრასტრუქტურაში იქნა გათვალისწინებული ჩვენი გადაწყვეტილებები, ტექნიკური გადაწყვეტილებების გულისხმობ რასაკვირველია და იქნა გათვალისწინებული ის პოლიტიკები, რაც ჩვენს კომპანიაში არსებობს, მათ შორის უსაფრთხოების, არქიტექტურული ბაზების თუ სხვა მიმართულებით იქნება. ანუ ეგ მინდოდა უბრალოდ რომ ხაზი გამოსვა, რომ ორი მიმართულება გქონდა, ორი სტრიმი იყო რეალურად რო თქვა და ვერც ერთზე ვერ ვიტყვი რომ ის უფრო დიდი იყო ან ის იმდენად დიდი შემოქმედებითი ნაწილი იყო, რამდენიც თქვათ ტექნიკური. კი, ეს ალბათ სწორი შეფასება დაწყება თავის კონცეფციით და სასაუბრო ენით და ყველაფრით ამას რო ქნი მართლა ანუ დავამატებდი რომ ჩვენთვისაც ბევრი სიახლე იყო რა. ნამდვილად. პირველად ვაკეთებდით ესეთ პროექტს, როდესაც ჰოსტინგი სერვერის აწყობა ყველაფერი მოხდა ოპერატორის მხარეს და თან განსხვავებული ესე თქვა პოლისი იგივე ინფორმაციის უსაფრთხოების კუთხით, სხვადასხვა იქ მიმართულებებით, ამიტომ საკმაოდ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ამ კუთხით. ამიტომ შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ ეხლა გვაქვს ყველანაირი გამოცდილება, ანუ როგორც ჩვენ მხარეს ყველაფრის გაკეთების, ესე სხვას თუ მომდა, როდესმე ასეთი პროექტის გაკეთება, მაგის გამოცდილება გვაქვს. კი, იმიტომ რომ ეს იყო, ანუ ყველაზე ასე ვთქვათ, გამოწვევა ჩვენთვისაც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ტექნიკურ პერსონალს ძალიან მოსწონდა ამ პროექტში მონაწილეობა, იმიტომ რომ რაღაც სიახლე იყო მათთვისაც, ასე ვთქვათ, რაღაცა განვითარების ახალი მიმართულება იყო, ამიტომ ყველა ესე შემართებით იყო ჩართული ამ პროექტში, იმიტომ რომ მართლა რაღაცა განსხვავებული იყო ჩვენი კომპანიისთვის. შემიძლია რომ არ აღვნიშნო, რომ ლამბდას გუნდი აი აბსოლუტურად ყველანაირ კონტექსტში ტექნიკური იქნებოდა ეს თუ დიზაინის თუ რაღაცა სხვა კუთხით აბსოლუტურად მოგვერგო ესე რომ ვთქვათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ამ ხარდაჭერა აღმოეჩინათ ნებისმიერ საკითხში და მეტიც ისეთი კარგი რეკომენდაციები ჰქონდათ რომ ხანდახან აი ერთმანეთს ვაუსებდით ერთი სიტყვით რომ ვთქვათ რა. კაი სამუშაო. სწორი ჰარმონიული პროცესი. ესე ხოთბის შესვა გამოგდის ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მართლა სიამოვნებს რა ესეთი პროცესი. კაია ხო? ძალიან კარგია, ანუ კომფორტულად ხარ შენც
იცი რომ სწორად მინდიხარ ხანდახან ისე ხდება რაღაცას გააკეთებ და მე გადაკეთება გიწევს იმიტომ რომ ზუსტად არ იყო შენამდე ასე თქვა დაკვეთა მოტანილი და ესე შემთხვევები აქ მინიმუმამდე იყო დაყვანილი იმიტომ რომ თლიანი პროცესის განმავლობაში ორივე მხარე იყო მაქსიმალურად ჩართული და ყოველდღიურად რაღაც კოლები უკვე წინასწარ იყო ასე თქვა კონკრეტულად იცოდა მთელმა კომპანიამ რომ 3 საათზე არის აჭარასთან კოლი ყოველდღე ამიტომ არა ანუ ეს დრო იყო ამისთვის დათმობილი და ყველა იყო ამის მოლოდინში რომ აბა დღეს რა გვაქვს მაგიტომა დაიწყო კარგი შვეიცარიული საათი. თან ვადებზეც უნდა ვთქვა ალბათ რომ საკმაოდ ისე ვთქვა შემჭიდროებულ დროში გაკეთა პროექტი, იმიტომ რომ ზოგადად ესეთი სახის პროექტი, როდესაც ნოლიდან იწყებ, როდესაც ოპერატორის მხარეს პირველად აკეთება, ასე ვთქვა სამუშაოებს, ну, მოსალოდნელი იყო რომ გარკვეულ დროს მოითხოვდა, ხო, არასტანდარტულ დროს, რაც არის გათვალისწინებული თამაშის შექმნისთვის, არამედ უფრო ასე ვთქვა, ну, ვიტყოდი 50%-ით მეტი დრო დაჭირდებოდა, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ესეთი ყოველდღიური ინტერაქცია იყო და ერთმანეთს ასე ვთქვათ ავყევით ამ სამუშაო პროცესში საკმაოდ შემჭიდროებულად შეგაკეთდა ეს პროექტი. შვენიერი. ორივე მახსენეთ რომ უამრავი ოპერატორი, უამრავი კომპანია მუშაობს, რომლებიც თამაშებს ქმნიან, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ერთი კითხვა აქვს ესეთი, რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ გამორჩეული იყო? აი რა არის ის რაც აი ამ დიდ რაღაც იაღვარში ესე კარგი გაგებით რაღაც შენ შუქურას აათებს და იტყვის რომ ხო აი იქეთ რაღაცას არის ჩემი მხრიდან ვიტყვი ხო ანუ ჩვენ პროდუქციის გარდა რა თქმა უნდა სხვის პროდუქციასაც ვეცნობით რა იმიტომ რომ უნდა იცოდე შენი კონკურენტი რას აკეთებს ისიც იმასაც ვითვალისწინებთ რომ სტანდარტული პაკეტი რაც არის ის აუცილებლად უნდა გქონდეს თუ ხარ გეიმ პროვაიდერი იგივე სლოტები უნდა გქონდეს იმიტომ რომ სლოტები მაინც ნომერ პირველია ამ თამაშებში რაც არ უნდა თქვა ну კრეშებშიც რა თქმა უნდა კრეშებსაც თავისი ადგილი აქვს მაგრამ სლოტები უნდა გქონდეს კრეშიც უნდა გქონდეს და ამ შემთხვევაში ეს ზუსტად ეს განსხვავებულობა არის ის, რასაც ჩვენ ჩავეჭიდეთ მაგალითად ამ იგივე 8-bit თამაშებში. არის ეს ცალკე მიმართულება მაგალითად mini თამაშები, ხო? სადაც უფრო რაღაც მარტივი სწრაფი თამაშებია. ეს ჩვენი 8-bit თამაშები მე ვიტყოდი არ არის mini თამაშები, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სრულყოფილი თამაშებია. და მე ვიტყოდი უფრო ახლოს არის მაგალითად სლოტებთან ვიდრე ჩვეულებრივი mini თამაშებთან. ამიტომ იმის გათვალისწინებით რაც ხდება დღეს ბაზარზე, მე მგონი ეს ზუსტად ეს მიმართულებაა, რაც ჩვენ გამოგვარჩევს. ამას დავამატებდი იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხშირად არ არის, როდესაც ასე დაკვეთით ვაკეთებთ თამაშს. ოკეი. ანუ ესე არ არის, რომ ვიღაცა მოვიდეს და ეს თამაში მინდა და გამიგეთე რა, იმიტომ რომ რაღაცა ასე ვთქვათ გარანტია უნდა გქონდეს, რომ ეს თამაში იმუშავებს, იმიტომ რომ იმდენ რესურსს და იმდენ შრომას მოითხოვს თითოეული თამაში, გაფეილების ასე ვთქვათ შანსი მინიმუმამდე უნდა დაიყვანო, მაგრამ როდესაც მოდის მაგალითად აჭარასნაირი ოპერატორი და რო გეუბნება, რომ ეს თამაში მინდა, უკვე იცი, რომ ეს თამაში თუ კარგად გააკეთებ და კარგ ხარის დადებ აუცილებლად ასე ვთქვათ წარმატებისთვის არის განწირული. ამიტომ ესეც ასე ვთქვათ ჩვენი ერთ-ერთი ის არის განსხვავებული მიდგომა, რომ ოპერატორებს, რომლებსაც ასე ვთქვათ ვენდობით და ვისი იმედიც გვაქვს, შეგვიძლია პირდაპირ ვემუშაოთ და პირდაპირ მათ დაკვეთაზე ასე ვთქვათ მორგებული თამაშები ვაკეთოთ. ოპერატორების შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს? აი შენი ხედვა მაინტერესებს ამაზე. ну, იცი რა არის, ანდრო, რომ იდეაში ოპერატორები ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაც ისეთი სიახლე შესთავაზონ თავის მომხმარებლებს, რომელიც შეიძლება აქამდე არ იყო. ხო, მაგალითად, ან ფუნქციონალურ დონეზე, ან ხო, რაღაც. ხო, ვიცი რომ ძალიან კომპლექსური კითხვა არის. ძალიან კომპლექსური კითხვა ნამდვილად და ეგ კითხვა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა game provider-ის სტრატეგიის, წლიური სტრატეგიის ერთ-ერთი ეს არის, რა ქვია, პილარი არის, ესე რომ ვთქვათ, რომ იპოვონ ის რაღაცა, როგორ გითხრათ, ის touch point-ი, სადაც მომხმარებლები დაატრიგერებენ და რაღაც ახალს შესთავაზებენ და გახდება პოპულარული რა. სწორ ჩემი ხედვით მე რამდენადაც შემიძლია რომ შევაფასო, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე რაღაცა ისეთი ინდუსტრიაში რაღაცა აი ისეთი გადამატრიალებელი ისეთი რომ რაღაც სიახლე იქნება მომხმარებლებისთვის არ ჩანს ჯერჯერობით და ეგეც იმის განმაპირობებელი რომ თქვა სხვადასხვა გეიმ პროვაიდერებთან ესეთი
ხონებით მიდის მე ოპერატორი, რომ იქნებ ჩემზე მორგებული რაღაც თამაში, ჩემი ხედვით გაკეთებული თამაში შემომთავაზოთ, ან ერთად გავაკეთოთ და ისე გავუშვათ და რაღაც კონკრეტული ჩემი მომხმარებლის რაღაც ინსაიტები გავითვალისწინოთ კონკრეტულად თამაშის კეთებისას, მაგალითად, ან ჩემი ბრენდის რო უფრო წინ დავწი. ალბათ ეს არის ეხლანდელი სიტუაცია ჩემი შეფასებით რა. ყველაზე კარგად ოპერატორებმა იციან რა ჭირდება. ანუ მე როგორც game provider-ი შეიძლება რაღაც მოსაზრებები მქონდეს ამა თუ იმ თამაშზე ხო რა შეიძლება ბაზარში შესთავაზო, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ოპერატორებმა იციან ყველანაირი სტატისტიკა აქვს, ყველანაირი მონაცემები აქვს, რაზეც დარქმებით შეიძლება თქვა, რომ მაგალითად თან განსხვავებულ ოპერატორს შეიძლება განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდეს და ქვეყნებს შორის კიდევ უზარმაზარი სხვაობა. შეიძლება საქართველოში ეს რაღაც კონკრეტული მიმართულება იყოს პოპულარული და შეიძლება რა ვიცი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სამხრეთში განსხვავებული მიმართულება იყოს. სამხრეთში თან ჩვენ აჯერებდით ოპერირებს და ალბათ დიდი სხვაობა, ანუ დიდი შეიძლება არა, მაგრამ გარკვეული თავისებურებები აუცილებლად კი ვეთანხმები არის, დიდი განსხვავება არ არის. ჩვენ მაინც მეზობლები ვართ რა, მაგრამ აი მაგალითად ლათინურ ამერიკაში სულ სხვა რაღაცა. აბსოლუტურად. კი. აი საერთაშორისო იმაზეც მაინტერესებდა პრინციპში, ახლა ეცნობით ძალიან აქტიურად ალბათ რა ხდება საერთაშორისო ბაზარზე, რა ტენდენციებია, რა ტრენდებია, ისიც მესმის რომ განსხვავებულობა არის და მრავალფეროვნება, ანუ ამის გათვალისწინებით ღირს ამისთვის თქვა უფრო ალბათ ჩვენთან არის, ანუ ამას უნდა მივყვეთ და რაღაც ვადევნოთ თვალი თუ ქართულ ბაზარზე ფოკუსირებით, აქაური მოთხოვნები დავაყენოთ და რაღაც ეს რაღაც ექსპერიმენტები არ ვატაროთ. ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე სწორი სტრატეგია არის რომ პირველი რაღაცა ასორტიმენტში არ ჩამორჩე ვინმეს და სანამ ნამდვილად რაღაცა ისეთი game changer-ი არ გამოჩნდება, შესთავაზო მომხმარებლებს რაღაცა ექსკლუზიური, მათზე მორგებული სტაბილურად ისეთი პროდუქტი რა. ჩემი აზრით ეგაა ეხლანდელი ესე ვთქვათ სტრატეგია და მიდგომები კი. ჩვენ მხრიდან ცოტა უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ჩვენ მარტო საქართველოსთვის არ ვაკეთებთ თამაშებს, ანუ საერთაშორისო პარტნიორები ყავს ძალიან ბევრი სხვადასხვა რეგიონში და ამიტომ გიწევს ასე ვთქვათ უფრო ფართო სპექტრით ყურება იმის გათვალისწინებით რომ მაგალითად აზიაში სულ სხვა მოთხოვნაა და ლათინურ ამერიკაში ან აფრიკაში არის სულ სხვა მოთხოვნა ხო ტექნიკურადაც სხვადასხვა მოთხოვნებია მაგალითად აფრიკაში ასე ვთქვათ როცა აწვდი თამაშს არ უნდა იყოს მძიმე იმიტომ რომ ინტერნეტის ხარისხი არის ძალიან დაბალი მოწყობილობების ხარისხი არის ძალიან დაბალი და თამაში უნდა იყოს 5-6 მეგაბაიტი ანუ ზომა რაც კიდევ დამატებითი წნეხი არის როდესაც რაღაც კონკრეტულ პროექტზე მუშაობ და სულ ჭიჩინებ რომ არა დიდია თან ლამაზი იყოს და ისეთი და წარმოიდგინე ბალანსი უნდა დაიცვა და ამიტომ ეს ერთი მაგალითი თუ რა უნდა გაითვალისწინო ასე ვთქვათ გეიმინგ კომპანია პროვაიდერმა თამაშების შექმნისას ლატამზე კიდევ სხვა მოთხოვნებია იქ უფრო რაღაცა ესეთი მაგალითად ქრეში არის ნომერი პირველი დღეს ხო ლატამზე და სლოტები კიდე განსხვავებული სლოტებია თან ცოტა ბაზარიც იცვლება ხო იგივე მაგალითად ბრაზილიაში 1 იანვრიდან გახდა ასე ვთქვათ რეგულირებადი ბაზარი და იქ სხვა მოთხოვნებია ენა უნდა იყოს ბრაზილიური პორტუგალიური იქ რაღაც თამაში სხვანაირად უნდა იყოს აწყობილი ყველა ღილაკზე ინსტრუქცია ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ გვიწევს უფრო ბევრი მიმართულებით მუშაობა იმისთვის რომ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები რაც ადგილობრივ ოპერატორებს გააჩნია. აჰა, ნუ ძალიან საინტერესო პროცესია. სტაფი იზრდება ამით. ძალიან ისეთი ფართო მასშტაბიანი პროცესია, კი, წლიდან წლამდე სტაფი გვეზრდება და მე მგონი ეს კარგი მანიშნებელია, რომ ყოველთვის სჭირდება ახალი ასე ვთქვათ თანამშრომლები და საკმაოდ წარმატებულად ვაკეთებთ რეკრუტინგსაც ხო იმიტომ რომ სხვათა შორის მე მგონი ეს საქართველოს ფენომენია რომ ძალიან ბევრი წარმატებული გეიმინგ კომპანია ანუ პროვაიდერი ყავს საქართველოში ხო და ნუ კიდევ სომხეთში ძალიან ისეთი ინდუსტრია არის და
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რა. აი, რასაც თქვენ საუბრობთ, ახლა მეც გამიჩნდა ეს კითხვა ბუნებრივად, რომ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას როგორ შევდივართ ამ კონკურენციაში, რომ აი თქვათ აფრიკიდან და ლათინური ამერიკიდან და აზიიდან ჩვენთან მოდიან და აქ უკვეთავენ თამაშს რა არა, ნუ ძირთადად ესე ახტი, შენთან არავინ არ მოდის, შენ უნდა მიხვიდე ყველა. შენ გირჩევ. აქეთ არავინ არ შეგეხვეწება, მანამ სანამ შენ არ ხარ, რა ვიცი, ძალიან დიდი და ან რაღაცა გარღვევა თამაში გაქვს და ყველას უნდა შენ თამაში. ნუ შენ გირჩევენ ეს გულის ხალხი. ხო, ნუ ჩვენ პირობებში ჩვენ გვიწევს მაგალითად იგივე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება და თითქმის ყოველთვე ტარდება ესეთი გამოფენები. ახლა მაგალითად ბოლო გამოფენა რაშიც მივიღეთ მონაწილეობა იყო Sigma, რომელიც ჩატარდა მანილაში, ფილიპინებზე. დღეს ჩამოხვედი მაგ დღეს დილით ჩამოვედი და სხვათა შორის აი გამოფენებიც კი განსხვავდება, ხო? ანუ მანილაში იყო გამოფენა, სადაც ნახავ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავ. ანუ აზიური კომპანიები ყველა მიდის მაგალითად იქ. და შენ თუ გინდა რომ შეხვიდე ამ აზიურ ბაზარზე ან უფრო ასე ვთქვათ ძლიერი პოზიციები მოიპოვა, აუცილებლად უნდა მიიღო ამ გამოფენაში მონაწილეობა, აუცილებლად უნდა შეხვდე ხალხს, აუცილებლად უნდა ანახო შენი პროდუქტი, აუცილებლად უნდა რაღაცნაირად დაინტერესო, რომ იმ შანსი მაინც მოგცენ, რომ სადონ შენი თამაშები. იმიტომ რომ როგორც თქვი, ანუ პროვაიდერების სია არის ძალიან დიდი რა, ანუ ზოგიერთ ოპერატორზე რო შედიხარ, შეიძლება დაგხვდეს 5000 სლოტი მაგალითად. აჰა. თუმცა თანაფარდობა საინტერესოა, რამდენი პროვაიდერზე, რამდენი ოპერატორი თუმცა ამ 5000 სლოტიდან ალბათ თამაშობს პირველი 50, ხო? ან 100 მაქსიმუმ. დაჭირდება ვარი იმისთვის, რომ იყოს, რომ როგორც თქვა, რომ ასორტიმენტში კონდეს, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება შემოვარდეს და თქვას, რომ აი მე ამ კომპანიის ეს თამაში მინდა და ეს უნდა კონდეს რა, მაგრამ ძირითადად ესე არის რა, თამაშობს რაღაცა გარკვეული რაოდენობა თამაშების. და ეს ძალიან რთული პროცესია, რომ ეს ადგილი დაიკავო რა იმაში. და ამას ეხმარება მაგალითად იგივე, რომ აი სხვანაირად არ გამიგოთ, როცა მე ვამბობ, რომ ჩვენი კომპანიის გაკეთებული ქრეში აქვს აჭარას, ანუ აჭარამ ქრეში დამიკვეთა და მე გავუკეთე ქრეში და ეს ქრეში დევს, უკვე სხვანაირად გიყურებ, იმიტომ რომ აჭარა ყველა მიცის. მიუხედავად იმისა, რომ აჭარა ოპერირებს საქართველოში და სომხეთში, ყველა მიცის აჭარა და აჭარის ისტორია ყველა მიცის, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ ძველი ონლაინ კაზინო, რომელსაც აქვს, რა ვიცი, უზარმაზარი რეპუტაცია. და ეს ძალიან გვეხმარება ჩვენ. ხო, როგორც პორტფოლიოში. კი, ამიტომაც იყო ჩვენთვის საინტერესო ესეთი კოლაბორაცია აჭარასთან, იმიტომ რომ მე როცა ჩემს პორტფოლიოში პრეზენტაციაში მაქვს ეს აღნიშნული, რომ მე აჭარას ის გავუკეთე და დღემდე თანამშრომლობ, უკვე სხვანაირად გიყურებენ. ამიტომ ესეც ასე ვთქვათ ჩვენთვის დამატებითი ბენეფიტი იყო აჭარასთან მუშაობის. კი. შვენიერი. და მეორე პროექტი, რაც ასე მინდა ბოლოსკენ რომ ვისაუბროთ, ეს სამაგიდო თამაშები, P2P games, რაც არის, ხო? ესეც ერთად გაკეთდა. პირველ რიგში გიორგი, შენ მაინტერესებს, რატო დადგა შეცვლის საჭიროება, ან როგორ ხდება ხოლმე ეს ახლა? ხო, ნუ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, დაგვიდგა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომერციულ გუნდში დადგა ეგეთი საჭიროება, რომ P2P-ს განახლებაზე გვეზრუნა. და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ისეთი წარმატებული კოლაბორაცია გქონდა ლამბდასთან და თან მით უმეტეს P2P თამაშებიც აქვთ პორტფელში. შედგა ამასთან დაკავშირებითაც კიდევ ერთი კოლაბორაცია, სადაც ნუ გაიწერა დეტალურად რა ცვლილებები დაგჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩვენი პლატფორმისთვის მოგებული ყოფილიყო პროდუქტი. და აქაც იგივენაირად როგორც Flymax-ზე წარმატებულად განვახორციელეთ და გავუშვით ორივე მარკეტზე, ორივე თამაში სომხეთში და საქართველოში ორივე მარკეტზე არის, ორივე თამაში ამჟამად ოპერირებს წარმატებულად. მინდა თქვა და აი დათომაც ახსენა წეგან, რომ სანამ რაღაცას გავუშვებთ პროდაქშენზე 100%-ით უნდა იყოს მომზადო. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალი პერფორმანსის პროდუქტებია ორივე, რაღაცა ისეთი კრიტიკული кейსი არ გქონია, სადაც რაღაცა დაარტყავდა ან ბიზნეს, ან მომხმარებლების გამოცდილებას, ან რაიმე ისეც და საკმაოდ ისეთი ძალიან წარმატებული პროექტები. შვენიერი. კარგი და ბოლოსკენ მაინტერესებს. მეც ვიტყვი ორ სიტყვას. აუცილებლად. P2P მე მგონი არის ასე ვთქვათ ჩვენი ნიშა რა, იმიტომ რომ არ არის ბევრი კომპანია, რომელიც P2P-ს აკეთებს, ნუ მით უმეტეს საქართველოზე მორგებულს, ხო, საუბარი მაქვს ნარძზე, დომინოზე, ბურაზე, ხო? იმიტომ რომ თან
B2B-ს გაკეთება ბევრად განსხვავებული პროცესია, ვიდრე მაგალითად Flymax-ის ან ნებისმიერი სლოტის გაკეთება, იმიტომ რომ უზარმაზარ სამუშაოს მოითხოვს. ჩვენებს მაგალითად რო გკითხო რომ ერთ B2B-ს გააკეთებ თუ 5 თამაშს გეტყვიან არა 5 თამაშს გავაკეთებ. ანუ ბევრად კომპლექსურია, ბევრი დეტალია, ბევრი რა ვიცი მექანიკა რთული მექანიკა, ყველაფრის გათვალისწინება, მე ამ ეს B2B-ებში იშლება ხო, იქ არის ქეში, იქ არის ტურნირი, იქ არის სპინი და ასე შემდეგ და ასე. ძალიან რთული პროცესი იყო, მაგრამ რაც მნიშვნელოვანი იყო თან ეს ახალი პროდუქტი დაიწერა ახალ, ასე ვთქვათ, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით რა. ანუ თანამედროვეობას მოერგო, იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაც სიახლეები და ჩვენ ვცდილობთ ეს ყველა სიახლე გამოვიყენოთ ჩვენ სამუშაოში. ამიტომ ამ პროექტის დამსახურებით ახლა ესეც გვაქვს, ასე ვთქვათ, ათვისებული. არსენალში ესეც. ანუ გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ეს ბიზნესია და რაღაცა შემოსავალზეა საუბარი ამ შემდეგ და ამ შემდეგ, ასევე ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გამოცდილებას, რასაც კომპანია იძენს ასეთი პროექტების განხორციელებისას. შვენიერი. წარმატებები მინდა გისურვოთ, როგორც ერთი მხრიდან, ანუ ოპერატორის მხრიდან ისე პროვაიდერი, ხო? პროვაიდერი, გეიმ პროვაიდერი, იმიტომ რომ მართლა საინტერესო საქმე არის და მიმწოდებელი ქართულად მიმწოდებელი, ხო, კი ბატონო. არ დაგზრა ხონდო უცხო სიტყვას ვიყენებთ, მიმწოდებლები ვარ, თამაშების მიმწოდებლები. კი. და კარგია რომ საერთაშორისო ბაზარზეც ქართული კომპანიები კონკურენტუნარიანები არიან და ახლა მართლაც აფრიკისთვის და აზიისთვის და ლათინური ამერიკისთვის თუ ამზადებთ თამაშებს, რავი, ბევრ ამას ნიშნავს, ხო? ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენს და გვიყურებს AP Plus პოდკასტში, საუბრობთ ყველაფერზე, რაც ეხება სამსახურს.